თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევების საქმეებზე მოსამართლეები ერთი მეორეს მიყოლებით იღებენ გადაწყვეტილებას რამდენიმე წუთში სასამართლოს ხდომაზე 51 დარბაზში შევა სინისის პატიმრის თორნიკე გოშაძის დედა მარიზი კობახიძე მას ედავებიან გზის უკანონო გადაკეტვას გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ კობა ჩაგუნავამ მსახიობ სანდრო სამხარაძესთან დაკავშირებით სანდრო სამხარაძეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს უკანონო ნივთის ტარებას ედავებოდნენ, რაც გულისხმობს იმას, რომ სანდრო სამხარაძე ატარებდა უკანონო ნივთს ქვის სახით და დაბრახუნებით ახორციელებდნენ პროტესტს და გამოხატავდნენ პროტესტს მსახიობები. მოსამართლემ არ მიიღო უფრო მკაცრი ზომები, რაც გულისხმობდა მათ შორის 500 ლარიან ჯარიმას ან 15 დღიან პატიმრობას. ასევე ალექსანდრე გიორგაძე იმავე მოსამართლემ დააჯარიმა 5000 ლარის ოდენობით გზის გადაკეტვის საქმეზე, რაც შეეხება გიორგი მულაძის საქმეს, რომელსაც 6 ადმინისტრაციული საქმე აქვს სახელმწიფო სასამართლოში, მისი პროცესი მიმდინარეობდა, თუმცა რამდენიმე წუთის წინ მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროცესი 24 მარტს გადაიდოს და შესაძლებელი არის, რომ 6-ვე ადმინისტრაციული საქმე 24 მარტს ერთიანად განიხილონ. დღეს მქონდა სასამართლო 25 ნოემბრის ფაქტზე, როცა ვაპროტესტებდი არალეგიტიმური პარლამენტის შეკრებას, ვაკაკუნებდი ჭიშკარზე პარლამენტის ქვით და საქმე იყო აღძრული ადმინისტრაციული საქმე, რომ მე ეს ქვა იყო აკრძალული და აკრძალული ნივთს ვატარებდი აქციაზე. სასამართლომ სამართალდამრღვევად მცნო, ოღონდ შემოიფარგლა სიტყვიერი გაფრთხილებით, რაც მხოლოდნელი იყო ჩემთვის. წინააღმდეგობა გრძელდება, ჩვენ არსად არ მივდივართ, ჩვენ ყველა პოლიტპატიმარს გვერდში ვდგავართ. სასამართლომ ედავებოდა 3 იანვარს გზის გადაკეტვაზე, რომელიც მე არ ჩამიდენია და ვერც კადრით წარმოადგენს იმიჯელის რაღაც გაურკვეველი არგუმენტებით. და მე როგორც კანონმოჩენილ მოქალაქეს ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ეს რისთვისაც მე დავჯარიმდი. რადგან ეს არის მეორე პროცესი, დამაჯარიმეს 5000 ლარით. და მითხრეს 23 იანვრის დროს გადაკეტე გზა რუსთაველზე. არ მახსოვს ნამდვილად, მაგრამ ამათი რა მნიშვნელობა აქვს, სადღაც ჩანდი, იმიტომ მე ვარ თორნიკეს დედა და სულმოდამ ვარ იმაზე რუსთაველზე. ამიტომ სამსახური არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ მოვიდი ადრე და გზის გადაკეთებაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა არც ამაზე არ ვარ წინააღმდეგი, პირველი ვიყავი ალბათ მე პატიმრების მშობლებიდან, ვისაც დაურეკეს და უთხრეს, რომ გზა გადამიკეტია. ფორმიანები დაიღალენ ჯარიმების მოტანით და ეხლა სასამართლო პლანი ჩაერთო საქმეში. ამ ეტაპზე იხილება 4 იანვარს კეტავდიო რუსთაველს და ამ საქმეზე ვარ, სიმბოლურად 51 დარბაზში ეს ცინიზმის გამოვლენა რა თქმა უნდა და რა უნდა ქონდეს მოლოდინი მოსამართლე საცვლასგან ყველაფერი უარყოფითი, იმიტომ რომ სასამართლო პლანი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თავისუფალი აზრი მოკლას ქვეყანაში. გზის გადაკეტვის საქმეები უპრეცედენტო რაოდენობით განიხილება საქალაქო სასამართლოში, რამდენიმე წუთში დაიწყება ასევე ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის ლანა გალდავას საქმეს, რომელსაც ასევე ედავებიან გზის გადაკეტვას.